კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ფაქტებზე პროკურატურამ 43 პირს ბრალი წარუდგინა. პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულები მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად მუდმივად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს, მხარეთა შორის ფინანსურ დავებს, განიხილავდნენ და მოქალაქეებს თანხებს ძალავდნენ. საქმეზე ბრალდებული 34 პირი დააკავეს, 6 მათგანს ბრალი დაუსწრებლად, 3 კი პენიტენციურ დაწესებულებაში წარადგინა. ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 ნოემბერს განაცხადა, რომ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ქვეყანაში ერთდროულად ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად 34 პირი დააკავა. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა ლაგოდეხის სოფელ კაბელში მცხოვრები საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მირზა ალიევი. სამინისტროს ვერსიით ისინი ალიევის დასაკავებლად იყვნენ მისულები, როცა მან ინტენსიური ცეცხლი გახსნა და სპეცრაზმის თანამშრომელი მძიმედ დაჭრა. როგორც სამინისტრო ამბობს, ამის შემდეგ ალიევი ლიკვიდირებული იქნა. საწინააღმდეგოს ამბობს ალიევის ოჯახი. მათ თითქმის ცეცხლის სპეცრაზმა გაუფრთხილებლად გახსნა და ალიევმა მხოლოდ მოგერიების მიზნით ისროლა. ქურდული სამყაროს წევრები, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისათვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს 6,000 ამერიკული დოლარი გადასცა. როგორც პროკურატურა ამბობს, შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთ ბრალდებულს კი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, 3,000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.